ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლება შეხვედრა გამართეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ საზოგადოებრივ შეხვედრაზე ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებმა განიხილეს ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივი ცენტრების საშუალებით ქალთა გააქტიურებასთან და მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების, პედაგოგები, სტუდენტები, მასმედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა პროექტის ოზურგეთის ბიბლიოთეკა თანამედროვე გამოწვევათა პირისპირ გაიმართა. ეს პროექტი დაიწყო ჩვენს ბიბლიოთეკაში 2016 წლის მაისის თვიდან მიმდინარეობს დღეს. პროგრამის ძირითად საფუძველს წარმოადგენს და პროექტის მიხედვით განხორციელდება ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც გულისხმობს ბიბლიოთეკის სახურავის მთლიან რეაბილიტაციას. ასევე პროექტის ფარგლებში ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან შენობასთან დამონტაჟდება ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ კატეგორიის ბენეფიციარებს სრულად აითვისონ ბიბლიოთეკის მთელი პერიმეტრი. ისინი ხშირად მონაწილეობენ ჩვენს ღონისძიებებში და პრობლემა იყო მათი მეორე სართულზე გადაადგილება. ეს ლიფტის დამონტაჟება მოხსნის ამ პრობლემას. ბავშვები ჩვენი მკითხველები არიან, ისინი ქსოვენ, ხატავენ, ღონისძიებებში მონაწილეობენ, აქტიურები არიან ძალიან და ჩვენთვის ძალიან სასიხრლო და მისასალმებელია, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ ბიბლიოთეკის აქტივობებში ჩართვისა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება საზოგადოებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ცნობიერების ამაღლებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გენდერული საკონსულტაციო საბჭო უკვე 3 წელი არსებობს და გარკვეული კვლევები ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ცნობიერების ამაღლება იწყება მოზარდი თაობიდან და სწორედ ბიბლიოთეკა არის ის ადგილი, სადაც მოზარდმა თაობამ უნდა ეზიაროს წიგნს და მიიღოს სამოქალაქო განათლება. ამიტომ ჩვენ მზადა ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ბიბლიოთეკასთან კონკრეტულად ამ პროექტში, სამომავლო პროექტებში და ერთობლივადაც ვიმედოვრებ, რომ ჩვენ ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ ოზურგეთისათვის. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.